მიშვი. დამშვიდდი გველია. სად არის გველი? დედიკო. მიშველე, გველი. რას აკეთებ? მეხუთე სერია. სად არის? თავი დამანებე. გველი სად არის? გასრიალდა. დროა შენც მიხვე. კარგად ხარ. როგორ უნდა ვიყო კარგად? დამსიმძიმე ყოფილ ხარ. შენთვის ხელში აყვანა არ მithოვია. შეგეძლო გეთქვა რომ გველი იყო და მორჩა. შენდება გველი. შენდება. ისევ მოდის. რამდენიც გინდა მეხვეწე, თითსაც არ გავანძრევ. ფეხზე დაიდე, გიშველეს. გონი მოვიტეხე. მოტეხილი რომ გქონდეს კი არ იწუწუნებდით, კივილისგან იღრიალებდი. ვიხუმრე. ყველაფერს სერიოზულად რატომ იღებ? მადლობა. მისმინე. შენი მდგომარეობა ჩემსას ნამდვილად ჯობია. ისევ თავიდან ისხებ? მაპატი, მაგრამ თანაგრძნობა ჩემი სტილი არ არის. აბა, გულზე ხელი დაიდე და მიპასუხე, რამდენად სამართლიანად იქცევი. ვერ ხვდები შენ თუ გადაგაგდეს ფული მე რატომ უნდა გადაგიხადო? ის ფული მე მომეცი? და საერთოდ აგჯდომით შენი პრობლემა ვერ მოგვარდება, წადი და რამე მოიფიქრე. მე კი თავს ნუ მაბეზრებ. ზოგადად, სხვა ადამიანისთვის ფულის ასე მოთხოვნა რეკეტია. რეკეტი? რეკეტი. მაგარია, გამოდის რომ უიარაღო ბანდიტი ყოფილ ვარ. აბა ვნახოთ რას დამიშავებ. გონია ადვილია იდიოტის როლში ყოფნა. ფიქრობ იოლია შენთან თავის დამცირება. რა გაყვირებს? არჩევანი არ მაქვს. კედელთან მიმამწყვდიეს. ახლა ხატაკი ვარ და უამრავი ვალი დამიგროვდა. ვიცი, სცენას გიწყობ, მაგრამ ჩემთვის უკვე სულ ერთია. მიდი მითხარი რომ იდიოტი ვარ. მაპატი. ბოდიშს გიხდი ამ სულელური სცენისთვის, მაგრამ მინდა ერთი რჩევა მოგცე. სასოწარკვეთილ ადამიანს უხეშად ნუ მოექცევი. შესაძლოა ეს მისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდეს. ქათამი.